მოგესალმებით. დღეს აგორა პოდკასტში მასპინძლობთ სპორტულ კომენტატორს, ჟურნალისტს ნიკოლოზ ტაბატაძეს. ნიკოლოზ გვიხარიო აქ ხარ და გვიხარიო რომ მასპინძლობთ. თუ რამის დამატება გინდა შენს თავზე, ან გაცნობა, ან რა სხვა რეგალიები დავამატომ? არაფერი, მართლა მოგესალმებით, მე ძალიან მიხარია. ძალიან მომწონს რომ სტუდენტებთან შეხება და კომუნიკაცია აქტიურად მაქვს და მომწონს იმიტომ რომ ბევრი სწავლას ვახერხებ და თქვენთანაც მაგ მიზნით მოვედი, იმიტომ რომ ჩვენ მეპარება ბევრი რამეს ვისწავლე. მაგ თემასაც შევეხებით სტუდენტურ მიმართულებას. მოდი დავიწყოთ ჯერ მაინც სპორტით. გიჟური კვირა ქონდა ქართულ სპორტს. ბევრი მეტგაცრუება, დიდი მოლოდინები, რაღაცა სევდანარევი ბედნიერებაც. კალბურთით დავიწყოთ თუ ფეხბურთით? თუ გინდა როგორც გინდა, კალბურთით დავიწყოთ ბარემ რა. ქრონოლოგიურად ხო, კალბურთით დავიწყოთ, იმიტომ რომ მაინც გუშინდელი ამბავია ხა. და უკვე დასრულებულია, თუმცა წინა ბევრი გქონდა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აქ თამაშის მოგება თუ არა, ცოტათი გადარჩენა მაინც არ ვიცი ოვერტაიმამდე მიყვანა შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ ლიტლის სამიანი მაგას ქვია გავარდნილი ბურთი და ხო ხდება კალბურთი მათ შორის ამისგან შედგება. და თავს ვერ გავიზღავდით, რა თქმა უნდა, თუმცა ეგ გარ ბაკნინებს იმას, რაც საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში გააკეთა. აქ ხომ მთავარი საზომი ის არის ჩვენ როგორი მოლოდინები გქონდა. ჩვენ უყურებდით გუნდს, რომელიც ორ ამხანა გულშეხვედრაში ჩეხეთთან ჯამში 50 გოლი დამარცხდა და მთლიანად ეროვნული მოლოდინი უფრო სკეპტიკური იყო. და უცბად გაირკვა, რომ ჩვენი სპორტის არსებობის ისტორიაში საუბრობთ გუნდურ სახეობებზე, ჩვენ საუკეთესო შედეგი. და რატომღაც ეგ განცდა მაქვს, რომ მაინც ახლოს ვიყავით ნახევარფინალთანაც, იმიტომ რომ ის მომენტუმი ჩვენი იყო, როცა ბოლო პერიოდში 6 გოლიან სხვაობაზე ხო ლიტმა ჩააგდო არანორმალური სამიანი და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალში ვერ გავედით, ძალსახად პროცესისთვის და დინამიკისთვის მე ამ მიღწევას დადებითად ვაფასებ. თუმცა ალკე საკითხია ის პრობლემები, რომელზეც შეგვიძლია ახაც ვისაუბროთ, ხო, რაც აქ საქართველოს ნაკრებს თუნდაც ბალანსის სიღრმის არ ქონა თადარიგში ამდენად მძიმე ვითარება, იმიტომ რომ კონტრასტი ძალიან კარგად გამოჩნდა. იქ რაღაცა მონაკვეთი იყო, როცა სკანდინავიურ კლუბებს შორის ხოვობა იყო 42 ქულა, იმიტომ რომ 44 ქონდათ ფინალებს 2 ჩვენ და ამ დროს რაღაცა წენა გეუფლება, იმიტომ რომ 2 ან 1.5 კარგი კალბურთელი ხარისხიანი სკამზე და თუნდაც ლაური მარკანენის ფინეთის დამარცხება შესაძლებელია. მე იცი აი თუნდაც შტაბეჭდილებების და ემოციების დონეზე რაღაცნაირად ამ სულისკვეთებამ დამაბრუნა ევროპის ჩემპიონატზე. თუ რაღაცა ეგეთი ზღაპრული მომენტი იყო საქართველოს სპორტისთვის და ეს ხალხის რაღაცა ერთიანობა, ჩართულობა, ბევრი იმედგაცრუება იყო, როგორც ჩვენ თქვი, ეს ბალანსის მომენტი, ყოველთვის რაღაც საქილევსის ქუსლიერი ჩვენთვის რამდენიმე პოზიცია და ეს როგორც ფრაზა არის, ხო, ცვლილების მომტანი მოთამაშეები გადამწყვეტ დროს რაოდენობრივად, და ხარისხობრივადაც საკმარისი არ აღმოჩნდა. ეგ განცდა დამშრომე ფეხბურთზეც, მაგალითად თურქეთთან. რომ გონი არ ვიცი სადღაც მოვისმინე რომ ცოტა უფრო მეტი ვიყო ქართველები. რომ რამდენიმე უფრო ასეთი რამდენიმე კიდე ამდენი ამხელა დონის და ამ მასშტაბების ფეხბურთელები ყავდეს. რო შეგვეძლოს აი ამ რაღაც მომენტში გარდატეხის მოხდენა. კი გასაგებია ეს ბრძოლის უნარიანობა, გასაგებია ეს ჩვენი რაღაცა ჟინი. მაგრამ აი ბოლო მომენტში გარდამტეხი მომენტი როცა დგება, ყოველთვის გვაქვს რაღაცნაირად ეს დეფიციტი შექმნება, რომ აი ნეტავ ეგრე იყოს, ნეტავ სხვანაირად იყოს, ნეტავ უფრო ღრმა შენელობა ყავდეს, იგივე იყო კალბურთში, იგივე იყო ფეხბურთშიც. ხო, ანუ რო ვიყოთ 8 მილიონი, რა თქმა უნდა სხვა სელექცია იქნებოდა. ულაპარაკოთ, თუმცა ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ 3.5 მილიონის პირობებშიც კი შეგვეძლო, რომ გაცილებით უფრო ძლიერი ნაკრებით წარმდგარიყავით თურქების წინაშე, იმიტომ რომ კიტაიშვილი ჩაგვედადეს არ ყოფნა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისი არის, მაგასთან ხა აღარ შეგახსენებთ, ყველასათვის ხარდია ისედაც რა ვერ მოგვიტანა ასეთი ორი ფეხბურთელის არ ყოფნან, თორე საბედნიეროდ ეხლა ტენდენცია ეგეთი არის ჩვენთან, რომ ფანტასტიკურად მუშაობენ აკადემიები, საფეხბურთო აკადემიები და ამ დარგში 2 გამოირჩევა ძირითადად. ეს საკითხი ცალკე შესწავლას საჭიროებს, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ რეგიონულად, გლობალურად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ამბავია, იმიტომ რომ რატომღაც ხშირად ხალხი ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე საფეხბურთოს გულისხმობ. ყველა ნაკრებიდან ყველაზე მეტი
აღზრდილია ერთ აკადემიას, ყავდა საქართველოში 16 ფეხბურთელი წარმოადგენდა დინამო თბილისის აკადემიას, რაც დაუჯერებელი ამბავი არის და გონი შემდეგ იყო დინამო ზაგრები, ხო, სტატისტიკა ნანახი. კი, და დინამო ზაგრები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი აკადემია, ზოგადად არა მხოლოდ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთში ძალიან დიდი რაოდენობით ფეხბურთელებს აწარმოებს, ხო, ვთქვათ ეს ძალიან ცუდად ყიდის და ასე შემდეგ და. ექსპორტიორი. ხო, კი, მშვენიერი ექსპორტიორი არის. ამიტომ საქართველოში დინამიკა მგონია, რომ მომავალში უფრო ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს, რადგან ასევე იბერიას აკადემია გამოირჩევა. შეიქმნა ახლა ინტერის ძალიან კარგი სკოლა, ძალიან ჯიხაში იუვენტუსი მუშაობს, ასე რომ ვერ გავიზიარებ ვერანაირად იმ სკეპტიციზმს, რომ ჩვენ მომავალში საკმაოდ დიდი სიცარიელე და ჩავარდნაგველის კადრების თვალსაზრისით. მეც გონია რომ მომავალი უსაფრთხო ხელებში არის ქართულ ფეხბურთს ეხება საქმე და რადგანაც აი ქართულ ფეხბურთის რაღაცა სტილს და ბუნება შევეხეთ. ხო არის ხშირად რაღაცა ეს დისკურსი რომ აი ქართული ფეხბურთი რასთან შეიძლება შევადაროთ. ან პარალელები გავავდა აი ურუგვაი არის, ესპანეთი არის, კიდე რამდენიმე ქვეყანა. შენი აზრით აი ეს ქართული ფეხბურთი რაღაც შესადარი არის სხვა ქვეყნებთან თუ რაღაც ენდემური მოვლენა არის. როგორ დაახასიათებ, როგორ გაყიდიდე ქართულ ფეხბურთს ადამიანებს, რომელსაც წარმოდგენა აქვს, თუმცა საერთოდ უსხ ქვეყნიდან არიან. ეგ ძალიან საინტერესო კითხვა არის. მაშინ ჩვენ ალბათ მოგვიწევს ვიპოვოთ ზუსტად ის დაპყრობილი ქვეყანა, რომელიც კოლონია იყო ბევრი წლის განმავლობაში და მე თვითგამოხატვის ფორმა ამაში იპოვა. ანუ ძალიან კარგი არის ფეხბურთი როგორც ნაციონალური თვითგამოხატვის საშუალება და ენა. რასაც ჩვენ მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძინათ ალბათ დინამო თბილისის სახით უყურებდნენ, რაც პირდაპირ იყო ეროვნული იდენტობის სინონიმი და ურუგვაი ძალიან საინტერესო ახსენე, არ ვიცი რატო პირველად წავედი დავიჭირე და გავყევი ჯერთი რომ თითქმის თანაბარი რაოდენობის მოსახლეობა ყავს სამნახევარიდან ძალიან პოეტური ქვეყანა არის, ფეხბურთს ცოტა სხვანაირად უყურებს და იქ ფეხბურთს მწერლებიც ფანტასტიკურები ხავთ და მერწმუნეთ. და თან აქვს ეს ცოტა მომცრო ქვეყნის სინდრომი, რომელიც ის განმავლობაში ვიღაც კოლონია იყო და საკუთარი თვითგამორკვევის პროცესში ფეხბურთი იდეალურად გამოიყენა. და რომ აღარ ჩამოვთვალოთ როგორი ფეხბურთელები აღზარდა. ხო, ქართული ფეხბურთის გაყიდვის ძალიან კარგი საშუალება იქნებოდა დიდი სიამოვნებით ვანახებდი ნებისმიერ ცნობის მოყვარე და დაინტერესებულ ადამიანს დავიტყიფიანეს და ვიტყოდი რომ ეს არის საბჭოთა კავშირის პირმშო, რომელიც ბურთს ეპყრობა ჯადოსნურად და ამასთანავე საქართველოს არის ქვეყანა, რომელმაც გადაიღო პირველი მერცხალი, გადაიღო ქალი რეჟისორის თაოსნობით და ვანახებდი იმ ალუზიებსა და მეტაფორებს, რომელიც ამ ფილმში შეჩადებული და თურმე გაირკვევა რომ ყველაფერი არა მხოლოდ ფეხბურთს ედგას, არამედ ამით ჩვენ ქვეყანაზე სახელმწიფოზე ვსაუბრობთ ერზე, რომელსაც თავისი ჰიმნიც არ აქვს და იქ ლოკალურად მეგრული ჰანგების სიმღერას იწყებენ ინგლისელებთან ოდნავ შერწყმელი ქართველები, ხო და აი ამას დიდი სიამოვნებით ვანახებდი რა, ყიფიანსაც, პირველ მერცხალსაც და დიდი სიამოვნებით დავამსგავსებოდი ურუგვაის, რადგან ხო ახლა ურუგვაი არის პირველი მერცხალი არის ნამდვილად ურუგვაი ფეხბურთში, იმიტომ რომ ადამიანებმა მოიგეს პირველი მუნდიალი და თან მიიჩნევენ რომ ოლიმპიადაზე ორგზის გამარჯვებაც აუცილებლად მსოფლიო ჩემპიონობად უნდა ჩაითვალოთ, რადგან მაშინ ოლიმპიადაზე კარგი და პრესტიჟული შეჯიბრი ფეხბურთში არ მოიძებნებოდა. და კიდე ისიც ხო არის დინამოს აი მაგას რო შევეხოთ აი თვითონ დღევანდელ ფორმაციას რო შევეხოთ ქართული ფეხბურთის დინამოს აკადემია ხო მაინც ესპანური სისტემა იყო და ეს რაღაცა თაობა რომელიც ჩვენ ყავს ფეხბურთში ხო მაინც უფრო ესპანური ფეხბურთის გავლენის ქვეშ არის და აი რამდენად ხედავ მაგ პარალელს ქართულ და ესპანურ ფეხბურთს შორის აი ხასიათის მხრივ სულისკვეთების მხრივ ხო მე ძალიან გამეხარდება თუ დიდწილად დავამსგავსებთ ესპანელებს, იმიტომ რომ მაგაზე გუშინ ვფიქრობდი თუ დღეს ვფიქრობდი არ მახსოვს ეს ყველაზე რბილი მოპყრობის ეს კულტურულად საფეხბურთო ქვეყნები რომ დაასახელა ევროპაში და სამ ქვეყნამდე დავედი მე პირადად თუ საფრანგეთი, ნიდერლანდები და აუცილებლად ესპანეთი, იმიტომ რომ ამ ხალხის დნმ ცოტა სხვანაირად მუშაობს და მე ვიქნებოდი უბედნიერესი თუ ორივე ის კონტექსტში შეგვიძლია ავიღოთ, არ ვიცი და ხიდად რაღაცები დავდოთ ან ბასკეტთან ჩვენათი საუბარ, რომელსაც უკვე მეცნიერულად იკვლევენ, ხო და მგონია რომ ზოგადად სამხრეთული ქვეყნების აი ეს ნარატივი ფეხბურთში ძალიან აერთიანებს პატერნებს რა, მაგალითად სამხრეთულ ქვეყანაში
რთულად იპოვი ბურთთან ცუდად მყოფ მოთამაშეს. და ეგ ძალიან კარგია. მაგაში გავართ, იმიტომ რომ ალბათ ეს მზე მგონია რომ მუშაობს, მართლა მგონია რომ მუშაობს და მზეს მოაქვს ის რაღაცა ვიტამინი, რომელიც მე შენ ფეხბურთში ძალიან გეხმარება და ჩვენ ესპანელებთან მსგავსებაზე ვიტყვი იმას, რომ ახლა ამ თაობაში და მომავალში, რომელიც იზრდება, სუფთა ოღონდ გარგობრივი მიმართულებით ძალიან ბევრი თანაკვეთა არის რა და სამხრეთულ გაერთიანებაში იმ ტექნიკური ფეხბურთის რაღაც მოდაში საქართველოს ძალიან მარტივად ეწერება, იმიტომ რომ ჩვენი როგორც ქვეყნის დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე მაგით გამოირჩეოდა, ხო? რითი მოუხიბლეთ იქ ლოკალური გერმანელები. არ ვიცი თუ იყავით, ან თუ გქონდეთ ეგ ბედნიერება, რამდენად აქტოვანებულები და გაღიმებულები გიყურებდნენ, რომ ხედავდნენ საქართველოს დროშას, იმიტომ რომ ერთი მოეწონი როგორც სტუმარი და საკმაოდ კარგი ტურისტი იყავი იქ, ხო? შესვლა ბევრი რაოდენობის ლუცვამდი, მაგრამ არაფერს არ აფუჭებდი და წესიერ კულტურულად იქცეოდა და მოეწონა ის, რომ აღმოჩინა ერი, რომელიც სადღაც იქ გადასაკარგში, სადაც აი რუკაზეც ვიღაცა ლოკალური ადამიანი ვერ აღმოაჩენს მის მდებარეობას, თამაშობს გამართულ სიმპათიურ ფეხბურთს ტექნიკური ელემენტებით და ორნამენტებით, იმიტომ რომ დღეს მსოფლიოს აქამის დეფიციტი და რატო გიყვარებს არა ბრგე ახმახი მჭრილოური სტილის გამო, მაგალითად რომელიც თამაშს ფინეთს, შვედეთს, არ ვიცი, ესტონეთს თუნდაც შეუძლია. არამედ ეძებს იმ მარგალიტებს, ხო, რაც ფანტაზიის და აი ამ შაბლონებისგან დაცლილ თამაშს გულისხმობს და ჩვენ ეგეთები ვიყავით და ქართული ფეხბურთის გაყიდვაზე რომ ვსაუბრობთ, ეგეც ახლა ფანტასტიკური მარკეტინგული ხერხი არის საქართველოს ვანახებდი ევროპის ჩემპიონატზე ყოველს და კიდევ ერთხელ ვიტყოდი რომ აი ამ ქვეყანამ ბევრის აზრით იმავე ესპანეთთან ერთად ითამაშა ყველა სიმპათიური ფეხბურთი, რადგან ეს არ არის ჩემი სიტყვები, გარდიანის კომპეტენციაში ეჭვშეტანართულია და გარდიანის მესვეტები მიიჩნევა რომ ამ ევროპას ყავდა ორი გამორჩეული გუნდი. ტრიუმფატორი ესპანეთი და სენსაციად მონათლული საქართველოს ნაკრები. მე მაგ ტურნირს და საქართველოს დიდი აფეთქება. იმიტომ რომ რაც გაელვება არ იყო პირველივე თამაში, პირველი შესვლა ევროპის ჩემპიონატზე, ამ დიდ ტურნირზე, ამ დიდ სცენაზე იყო ძალიან ამბიციური. და მე კიდევაც მომისმენია თუნდაც ბევრი გამოცემისგან ექსპერტისგან, რომ თურქეთის საქართველოს თამაში იყო საუკეთესო თამაში საერთოდ მთლიანი ევროპის ჩემპიონატის. მე მგონია რომ ეგრე იყო. თავის დრამატულობით მე მარტო მგონია რომ ეგრე იყო. თან ისიც არის რომ რაღაცნაირად ყველა მოლოდნობის ეფექტი ხო იყო ეს პირველადი ეფექტი, მოლოდნობის ეფექტი. თან ეს არ იყო რაღაც უბრალოდ გამართლება, ეს იყო რაღაცნაირად ქართული საქართველოს თავის სიტყვა თქვა, ეს იყო ძალიან ველური, ძალიან პირდაპირი, ძალიან მოუბოდიშებელი, რომ ჩვენ აი ამ რაღაცა სხეულის თუ ამ სამყაროს ნაწილი ვიყავით, უბრალოდ ეხლა გამოვიღვიძეთ. ნამდვილად. და მოდი რადგანაც ფეხბურთს ვარ, მე ერთი ფრაზა მქონდა კამიუსგან წამოღებული. ამბობენ რომ ეს ფრაზა კამიუს არ ეკუთვნის და ატრიბუცია. მე მგონი რომ კამიუს ეკუთვნის, იმიტომ რომ ყველა წყაროში კამიუს მიიწევს ინტერვიუ ხო ლემონსთან ეგ არის. რომ რაც ვიცი მორალზე და ადამიანურ ვალდებულებებზე ფეხბურთის მინდორზე ვისწავლიოდა. აი მე რა მაინტერესებდა ეს პირველად ფეხბურთი აი როდის შეეხ ფეხბურთს, პირველად როდის შემოვიდა, თუ შემოიჭრა ფეხბურთი შენ ცხოვრებაში და აი ვიცი რომ ბევრი გადახვევები იქნებოდა, იმიტომ რომ ფეხბურთის სამყაროში მოხვედრან აი რაღაც წინსვლა არ არის ყოველთვის სწორხაზოვანი გზა, ბევრი გადახვევებია, ბევრი რაღაც შრებია და რო გითხარ როგორ მოხვედი აი კომენტატორის კარიერამდე. ბეტონო. ნუ გამოსჯერ გეტყვით იმას რომ ხო ეგრე არის, სხვადასხვა ციტატებში თეატრის ფიგურირებს. მან რომ ფეხბურთისა და თეატრისგან ვისწავლე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა რო ეკითხებოდნენ რომელი გირჩევნიათ ფეხბურთი თუ თეატრი, მან დარწმუნდა საერთოდ ფეხბურთს ის ერჩევდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მეკარე იყო სხვა შორის და ბებია უკრძალავდა ფეხბურთის თამაშს, რადგან ფეხსაცმელი გაჭირვებულ ოჯახში ხელფუნება არ იყო, რომ გაეცვითათ ფეხბურთის სათამაშო და კარში დადგა. რომ მინიმალურად ცოტა კონტაქტი ჰქონდა ბურთთან. და ეგეთი საინტერესო კაცი იყო და საფრთხო დრამატული მომენტი დადგა ეს ტუბერკულოზის გამო ის არის, როცა აიღო ნობელი და დაურეკეს კომიტეტი და რომ თქვენთან ინტერვიუს ჩავწერთ, ბოდიშ ვიხდი არ მცალე, აი თუ მოხვალ საფეხბურთო მატჩზე შემიძლია პროცესში მოგცინდერო და არის მაგის კადრები, როცა უყურებს ადგილობრივი პარიზული რასინგის თამაშს და თან იძლევა ინტერვიუს ლაპარაკობს საინტერესო თამაშს. რაც შეეხება ფეხბურთს და ჩემ გაგოს ვერც გავიხსენებ, ოღონდ აი ყოველგვარი რაღაცა კეკულცობისგან დაცლილად ვიტყვი, მაგას რომ ვერც გავიხსენებ, როდის შემოვიდა რადგან რაც თავი მახსოვს, რა ნუ თავი მე ალბათ 5-6 წლამდეც მახსოვს, თუმცა 5-6-დან
ჩემი ცხოვრების თავარი მიგნება და სურვილი იყო რომ ფეხბურთი მეთამაშა და ჩემი ცხოვრების თავარი ბედნიერებაც ეგ იყო რომ საფხულში თუ ზამთარში როგორმე სადმე ბურთთან კონტაქტი მქონდა. ჩემი ძილის ყველაზე კარგი საშუალება იყო რომ თავი ფეხბურთელად წარმომედგინა პოტენციურ პრესკონფერენციაზე, აბსტრაქტულ პრესკონფერენციაზე დამჯდარიყავი და რაღაცები მელაპარაკა და ასე შემდეგ. და სამწუხაროდ მქონდა ის რეალობა რომ ჰაერში ქუჩაში ასევე წარმოსახვით ბურთს ვურტყამდა და სავარაუდოდ ადამიანებს ჭკუიდან შეშლილი მეგონი რაც საერთოდ არ არის გასაკვირი, რაც ძალიან ლოგიკური ამბავია, იმიტომ რომ რთულია როცა უყურებ ადამიანს ქუჩაში ასე ჰაერს ფეხს რომ უკნევს. და მე ძალიან კონკრეტული პასუხი მექნება ეხა მაგაზე. სად გადაწყდა რომ აქ ვიქნებოდი არის მაშინ როცა მე დავიწყე გაზეთის კითხვა. და მე ისმის რომ უფრო დაბლად ჩავალ, თუმცა ლელო ყველაზე საკულტო მონოპოლარი არის და ლელოს მნიშვნელობა გაცილებით დიდია ბეჭდურ მედიაში ვიდრე უბრალოდ სპორტული გაზეთის, მაგასაც ვიტყოდი, ხო, იყო მანამდე უფრო სხვა გამოცემების 11-11-ზე სპორტ ინფო, მსოფლიო სპორტი და ასე შემდეგ. და იყო აბსოლუტურად გენიალური ქართული მოვლენა სპორტის ჟურნალისტიკის გაზეთი სარბიელი და რადგან აქ წიგნებია და რადგან მწერლობაზე ძალიან ბევრს საუბრობთ და ალბათ ვილაპარაკებთ აკამორჩილაძე, რომელიც არის ჩემი აზრით სოფლიო დონის მესვეტე და მწერალი ვილაპარაკოთ. და გირჩევთ რომ განსაკუთრებით ორ სახეობასთან დაკავშირებით გაეცნოთ მის ჩანახატებს კრივთან და ფეხბურთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის სრულად უნიკალური მასალა და მე მგონია რომ მანდ გადაწყდა. პირველი გადაწყვეტილება ალბათ იყო როცა ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა სპორტული გაზეთი სათვალე მაგიტომ ეკეთია, იმიტომ რომ მე ვარ კეთილინა რუსთაველამდე 15 წლის განმავლობაში გაზეთს ვკითხულობდი და ცხადია თვალებმა ვერ გაუძლო. ამ დატვირთვას და კომენტატორობამდე მისვლის ამბავში მთავარი გარდატეხა იყო დღე-დღე როცა მივხვდი რომ მე ფეხბურთელი ვეღარ გავხდებოდი. რადგან პირველადი ოცნება ადამიანისა, ვინც ფეხბურთს საკუთარ თავს ხედავს მოედანზე, მწვანე ბალახზე და არა საკომენტატორო ჯიხურში ყურსასმენებით. თუმცა როცა გაიაზრებ რომ ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი გამო შენ ამოცნებას ასრულება არ უწარია, მე ეძებ გზებს რომ მაქსიმალურად ახლოს იყო იმ ოცნებასთან და მაქსიმალურად შეინარჩუნო კავშირი და საბედნიეროდ ემოციურ, ინტელექტუალურ დონეზე კომენტატორება ამის საშუალებას იძლევა. შენ კი ვერ ხარ დაუშვათ ის უმდიდრესი საფეხბურთო ვარსკვლავი, კარგი მანქანებითა და ბუცების უნიკალური კონტრაქტებით, მაგრამ ხარ ადამიანი, ვინც რაღაცის მონაწილე ხარ. და ეს რაღაცა შეიძლება იყოს იმდენად დიდი, რომ 5 მილიარდი ადამიანი 2 საათი დაადუმოს და გააუგნოს და ამის მონაწილე რო ხარ უკვე ხო ცირედით ეს ერთგვარად არის კომპენსაცია, რომ შენგან ფეხბურთელი ვერ შედგა. ანუ ეს არის რაღაცა ძალისხმევა ეს ოცნება, ეს ბავშვობის ოცნება დააკომპენსირო თუ არა მიახლოვდა მაინც. ულაპარაკოდ ეგ არის, იმიტომ რომ იმას ვერ გაიმეორებ, 100% ვერ გადაფარავ. ვერც ერთი მახასიათებლით, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ფეხბურთში ხარ და ეგ ცოტათი გამშვიდებს და გეხმარებ. ეგ ჩემთან ახლოს მოვიდა, იმიტომ რომ აი საინტერესო იქნება გავავლოთ თაობათა შორის ხოვება. შენთვის იყო ეგ რაღაცა ილუზია და წარმოსახვით სამყაროში თამაში და ჩვენთვის უფრო ახალი თაობისთვის, ჯენზის თაობისთვის იყო FIFA-ს კარიერა. ფეხბურთელის კარიერა, ფეხბურთის კარიერა. თავისი რაღაცა სახელი და გვარით შენი საყვარელი რაღაცა ბუცებით, ფორმით, საუკეთესო გუნდით. აწყობილი იდეალური ფეხბურთელი როგორიც შენც იქნებოდი, მაგრამ მან საწყენი ის არის, რომ მაგალითად ჩემი თაობის უკვე ოდნავ მოხუცებული ადამიანებისგან შეგვეძლო რაღაცა გამოგვეწერწა, რადგან ეზოს ფეხბურთს აქვს უდიდესი ნიშნულობა პროფესიონალური ფეხბურთელობისკენ შედგომის გზაზე და ამაზე მე ვლაპარაკობ ფეხბურთში არველაძე, ძმები არველაძე მაგალითად ანუ ხალხი ვისაც წარდგენა არ ჭირდება და ვინც ძალიან კარგად იცის როგორ შეუძლია გამოთვა ასფალტებზე გადატყავებულ მუხლებს მერე უდიდესი ტალანტის მაგალითად გიო ქინხლაძის პირობით სახით კარგი აი FIFA ვერ მოგწევს თუმცა შეგვიძლია FIFA e-sports-ის რაღაცა საერთაშორისო ტურნირებზე გვასახელოს რამდენიმე ნიჭიერმა ქართველმა მაგრამ მე კაშკარად მესმის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ერთი და იგივე შთაგონება გქონდა განსხვავებულ გარემოში ხო და თან მე აი ეს მომენტი რთული მომენტი არის როცა ანალიზებ რომ რაღაცების არ არის როგორც წარმოგვედგინე იდეალურ სამყაროში და ყველანაირად ცდილობ რომ ეს თან აღიარო შენ თავთან თან შეეგო
და თუ აი ამას ვერ ახერხებ რაღაც ამასთან თანასწორებას, აი ეს ენერგია თუნდაც ეს ემოცია რაც გიგროვდება რაღაც სხვა ფორმებში გადაიტანო. და ჩვენს მაგიტომაც ამ სამყაროში, საფეხბურთო სამყაროში, ან სპორტის სამყაროში ვტრიალებთ ეს გულისცემა, გვინდა რომ ახლოს იყოს და ამით ცხოვრობდეთ კიდევაც. და კიდე რადგანაც აი მაგ თემაში ავეხეთ, მე მინდოდა რომ მე კითხა კიდევაც ეს ცნობის მოყარებიდან მოდის. ჩემთვის აი ჩვენ ვართ აი ეგ თაობა რომელიც ჩვენთვის აი სახე კომენტატორის იყო, ნუ მოდი ვთქვათ, გულწრფელად, ნუ დიმა ბოლაძე, ჩემპიონთა ლიგის თამაშები და აი თქვენი გამოჩენა რაღაცა სპორტში აი ჩვენთვის იყო ახალი სიტყვა, აი განსაკუთრებით აი შესავალი სიტყვა. აი რა ხდება მაგ დროს შენს თავში? ვიცი რომ იმპროვიზაციაც არის, ვიცი რომ მომზადება არის. აი საიდან მოდიოდა ეს ინსპირაცია, ან თუნდაც აი სურვილი რომ იცი რა თვისობრივად ახალი ეტაპი არის როგორც კომენტატორებს, ახალი თაობის კომენტატორები ხართ თქვენ მაინც ასე თუ ისე და მაინტერესებს აი როგორ იწყება ეგ გააზრება რომ იცი რა დრო არის რომ რაღაც ეს ჩვენი სიტყვა და ჩვენი ხმა სხვანაირად გადმოვცეთ. კი ბატონო. ძალიან კარგი არის, მადლობა მაგ კითხვისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბევრი შეაქ ამ ყველაფერს და დავიწყებ პირველით, რომ ხო ქართული აუდიტორია ბევრი ათწლეულის განმავლობაში იყო აი ამ სპონტანური, ცოტა შაბლონური კომენტატორობის მსმენელი, რაც თავისთავად ცუდი არ არის, პირიქით. ამ ყველაფერს აქვს თავისი უდიდესი პლუსი და ასე შემდეგ, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ მომზადებულ სიტყვაზე, რაც კარგი ჟესტია, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ მართლაც გავს თბილ მისაუმებას აუდიტორიასთან და იმის თქმას, რომ მე თქვენთვის ვიშრომე, მოვემზადე, შევეცადე, მე ვცადე რომ რაღაც განსაკუთრებული დამეწერა, ბევრი კვლევა ვაწარმოე ამასთან დაკავშირებით, რა ფორმით მეთქვა გამარჯობა თქვენთვის და ეს არ ყოფილა კლასიკური მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლობა, ხო? გრძელი უხეში პაუზები, სტატისტიკა. ცხადია, ეს ხარ აი სულ სამი სიტყვა, რომლის თქმისგანაც ვერავინ და ვერაფერი შეგაკავებს. შეიძლება აი ასე უბრალოდ მიხვიდეთ, ხო, რომ მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ამასთანავე შეიძლება გააკეთო ის, რასაც მაგალითად ბოლო 6 წლის განმავლობაში ხალხი აკეთებს, რომ მოინდომოს, გამოიკვლიოს, იფიქროს, დაჯდეს, დაწეროს და გამარჯობა თქვას ამ ფორმით. და ეს მე ძალიან მომწონს, ვერ დავმალო მაგას, თუმცა ხო ყველაფერს ალბათ თავისი პერიოდიკა აქვს და მგონია რომ დაუსრულებლად ესეც ვერ გაგრძელდება. ეს თუ განვითარების ახალი ნაბიჯია, თვისობრივად და თუ ამაზე ვთანხმდებით, მაშინ შემდგომმა ნაბიჯმაც არ უნდა დაყოვნოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არ ყოფილა ჩვენი ინოვაცია და არ არის რაღაცა უნიკუმი, რომელიც საქართველოში სადაც სპორტში ვიღაცა მიაგნო და აღმოაჩინა. აბსოლუტურად გენიალური კომენტატორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვისაც ესაქმეუკეთებია, პიტერ დრიური, მაგას აკეთებს 25 ცოტა მეტი წელია. და მოდი ვინმე სპირი მოუბრუნდეს და გააკრიტიკოს და თქვას რომ ხო ეს რა საშინელებაა რა კატასტროფაა ნუ თუ შეიძლება დაწერილი ტექსტების მოსმენა და ამით სიამოვნების მიღება არ ვიცი ალბათ ვიღაცები იტყვიან თუმცა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო არის უსმინდე დრურის გახსნითი სიტყვის დროსაც გოლის აღნიშვნისასაც და იმ რაღაცა ეპილოგში რომელსაც შემოგთავაზებს თამაშის ბოლოს იმიტომ რომ აი ეგ რატო ვახსენე იმიტომ რომ ჩემთვის ბოლო პერიოდში ხო რაღაც ეს მონოტონურობა იყო ხო რომ რაღაცა უბრალოდ ეს იყო დასაწყისისთვის არაფერი დასამახსოვრებელი მაგრამ აი თუნდაც შენ შემთხვევაში თუნდაც ანდრო შემთხვევაში როცა ვიცით რომ გახსნა იქნება აი მაგალითად ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ეგ მოლოდინი იყო რომ რაღაც აი ბენგერი უნდა იყოს ველოდებით მაგ სპიჩ როდის გაიხსნება რა იქნება აი რა აქცენტები დაისმება იმიტომ რომ ეგ პირდაპირ განსაზღვრავს განწყობას. აბსოლუტურად გეთახმები. თამაში შედიხარ განსხვავებულად. შენთვის უკვე თამაში შესვლის პროცესი იწყება იმ პირველი სიტყვიდან, რომელსაც გაიგებ კომენტატორისგან და შენც უკვე აღტკინებული, იმიტომ რომ ის ორი ადამიანი ეკრანს მიღმა ასე გელაპარაკება, ამდენი შრომა ჩადო, ასე განაპირობა შენი მოტივირება და ცეცხლი წაგიკიდა და წარმოუდგენელია რომ სხვანაირად შეხედო მე ამ ფეხბურთს და ეგ ძალიან კარგია. პატივისცემა ყველა ჩემ კოლეგას საქართველოში და
დაფასება, იმიტომ რომ ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის დღესაც ახლა აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეს, აკეთებენ საკმაოდ კარგად. თუმცა ეს ხო გემოვნების ამბავია, მე არავის ეცუც არ ვამბობ, რომ მომწონს ეს მიმართულება და მომწონს, როცა თუნდაც მოლოდინი ჩნდება განსაკუთრებულ თამაშამდე, იქნება ეს ფინალი, არ ვიცი, იქნება ეს რომელიმე ქართლის დიდ სცენაზე გამოჩენა, რომ მოლოდინი აბა ახლა რა ითქმება შესავალში. და ამას დიდი мотиваცია არ არსებობს. შეძახილივით არ ვაი ამოხტით ამ გემზე და რაღაც გადის ეს კი, მოდი. გეპატიჟები აი ამ სამყაროში ნახე ეს სიგიჟეა, რა მაგარია, ანუ აქ მივდივართ და მოდი რა თავ დავიწყებით ერთად წავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ბოლომდე აქ ვართ და მოდი შენ შემოგიყვან რა, კარს გავაღებ, მე მივხუროთ და წავედით ისე რომ 2 საათი საერთოდ სხვა არაფერზე არ ვფიქრობთ. თან აი დიდი თამაშების დროს აი ყოველწლიურად უკუაყოფილების განხდრო იქ არ ხარ. და რაღაცნაირად იქმნი შტაბ-ეჭდილებას ილუზიასაც ალბათ, რომ იცი რა იქ არ ვარ, მაგრამ გრძნობ, აი რაღაცას გრძნობ, ვიდრე რაღაცა ტელევიზორი ან ეკრანი, აი უფრო მეც გრძნობ, რაღაცა ემოციას გრძნობ, რომელიც ადამიანური არის სრულად. ნამდვილად. კი და ეგ ძალიან დადებითი განცდა არის შეგრძნება. ჩვენს აი თუნდაც ეს სკოლები გაჩნდა ხო კომენტირები საქართველოსაც როგორც კი გამართების ეტაპი არის და ძალიან კარგია რომ კონტრასტის საშუალება გვეძლევა ადამიანები ვინც სპორტით ვარ დაინტერესებული განსაკუთრებით ფეხბურთში არის უფრო ეგ დიდი ვარიაცია და ასე დიდი კონკურენციასავით არის ყველას რაღაც თავისი ნიშე მაყურებელი ყავს ან ყველა ადამიანს თავისებურად მოწონს ან ის ან ეს და მგონია რომ აი მაგალითად ფინალი ვახსენეთ და თუ ქონი ეგ შინაგანი განცდა რომ იცი რა რაღაცა დიდი ისტორიული მომენტის ან შესაძლებლობის ნაწილი და ავტორი ვარ და თუ არა როგორ გესახება ეგ მომენტი მუდამ არ ვამბობ მაგალითად იმ შემთხვევაში როცა მე დავსწრები ვარ თამაშს ხო ეგ უკვე აპრიორი ეგრე არის და უცლებოდ ხარ ამის პირდაპირ მონაწილე თუმცა როცა მთხრობელი ხარ როცა ნარატორი ხარ წაყვანილ ფინალს აქ განცდა რომ კი ეს შენი ხმით გადაეცემა და რა მაგარი ამბავი ხო მე არ წამიყვანია ბოლო ფინალი ჩემპიონთა ლიგის იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვიყავ საქართველოში თუმცა რა მაგარია მაგალითად და როგორ მესმის ჩემი კოლეგების რომ ადამიანებმა აიყვანეს თამაში სადაც ქართველმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ვიღაცისთვის საუკეთესო მოედანზე აღმართა ჩემპიონთა თასი და ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა არქივს და ისტორიას შემორჩა მათი ხმით. ანუ უეჭველად არათუ ახლა და აწმყოში და მიმდინარე დროში ხარ შენ ამის მონაწილე. თაობების განმავლობაში ყოველთვის იქნები რაღაც დიდის ნაწილი. და არც თო უმნიშვნელო, იმიტომ რომ შენ მედიუმი ხარ ერთგვარად შენგან გადის და შენი ინტერპრეტაციები ამ დროს არის მეორე ხარისხოვანი პირველი ფეხბურთელისა მე შენ რაც უკვე უდიდესი ამბავია გუშინ ქონდა საღამოს რაღაც ღამე ხო რაღაცა ბრძნულ საათებს უკავშირდება და გუშინ საუბრობდით მაგაზე რომ აი ეგეთი ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვერ მოვას ერთი მაგაცა ლეგენდები და გადმოცემის კოტე მახარაძე ხო რაღაცა ისტორიის ხმა ქართული სპორტის ხმა სულ შორს ვარ წავიდეთ ბოლო პრეცედენტი ხო რაც იყო ეს ფრაზა, ეს იკონური ფრაზა მიდის ანახავთ. აი ევროპის ჩემპიონატის ხმად იქცა. ხორვატიასთან თამაში მახსენდება მაგალითად. აბსოლუტურად. ეს რაღაცა ამოფრქვევა, რაღაცა ემოციების ყველაფრის ერთად. და აი თან ხო ის არის რომ სპორტული ჟურნალისტი რაღაცა მე ლუკას უთხარი ცოტა ხნის წინ რომ დრამატურგი არის. ჭეშმარიტ. ობიექტურობაც არის საჭირო, სუბიექტურობაც, ემოციურობაც. არტისტიზმი. აუცილებლად, რადგან შენ კულმინაცია შექმნა, მე გაშალო, მე როგორი არხებით რა მეთოდებით მიაწვდი ამ ყველაფერს მსმენელს და გეთახმები, მაგ მხრივ არის უაღრესად საინტერესო საქმიანობა და პროფესია, იმიტომ რომ დრამატურგი ნამდვილად არის. განსაკუთრებით ის, ვისაც წერა უყვარს მაგალითად და მე ყოველთვის მეგონა რომ თუ უნდა ჩაითვალო სპორტის ჟურნალისტად პირველ რიგში წერით და იმით რომ შენი რაღაცა თუნდაც ერთი აბზაცი სადმე ფურცელზე გაზეთზე გამოქვეყნებული იხილო. ეგ მეგონა ყოველთვის მე მწვერვალი სპორტის ჟურნალისტი. და ეგ ალბათ მაგის რაღაცა ინსპირაცია აკა მორჩალაძე ახსენე. აუცილებლად. ყველაფერი მაგითაა. აუცილებლად. ნუ აკა ჭეშმარიტად არის. მართლა ვამბობ, გადაჭარბების გარეშე, რადგან საბედნიეროდ ფეხბურთის ჟურნალისტიკას აქ ეგ ხაზი. რომ მხატვრულად, ლიტერატურულად გელაპარაკები ამ ფეხბურთზე
და ეს არის ჩვენი ინოვაცია და რა თქმა უნდა რომანტიკოსი სამხრეთ ამერიკელები ამაში გამოირჩევიან და არიან პიონერები ერთგვარად. ძალიან მაღალ დონეზე არიან ბრიტანელები და ვფიქრობ რომ თვითონ აკასთვის შთაგონება ბრიტანელი სპორტის პროზაიკოსების ნამუშევრები იყო, რადგან აკას დიდი ხნის გამოცდილება აქ ცხოვრების და ასე შემდეგ და გიждდება ინგლისურ ფეხბურთზე, ზოგადად ბრიტანულ კულტურაზე. და მგონია რომ აი ამ კოჰორტას აბსოლუტურად ტოლსტორი მონაწილის რანგში უდგას ეს ქართველი მწერალი, რომელიც სპორტს მიღმაც რა არის თქვენ ჩემზე უკეთ მოგიხსენებათ და სპორტში ხო ერთადერთი რაც გულდასწყვეტია რომ ასე აქტიურად აღარ წერს. თუმცა გირჩევთ დიდი სიამოვნებით არსებობს მოიძიეთ თანახები. ორი ტომეულია. აკას არბილში ქვია, უნდა ყოფილიყო 9 ტომეული, თუმცა სამწუხაროდ 2-ზე შეჩერდა, მაგრამ 2 ტომეულშიც ბევრ მნიშვნელოვან და სასარგებლო რამეს ამოიკითხა. სასიამოვნო საერთოდ. მე იცი კიდე რა მგონია, იმის მიხედვით რომ ფეხბურთი ჩვენი ასე დიდი ნაწილი არის კულტურის და ცხოვრების ეგ დანაკლისი არ გაკან ქართულ მწერლობაში, ლიტერატურაში, კინოში, რომ ზოგადად ფილმ არის ხელოვნების კეთება სპორტის გარშემო საკმაოდ რთული არის. კი. და ქართულ კონტექსტში არ ფიქრობ, რომ ეს ჯერჯერობით მაგიაზე მიმართული ბანტუ ინდუსტრიამ ფეხი ვერ მოიკიდა. იმის მიხედვით რომ ფეხბურთის ბუმი არის. ჯერ კი, ახე ეგ არის ალბათ მგონია რომ დრო ჭირდება რომ აისახოს, რადგან ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ფავორიტი უბრალოდ დაკვირვება არის, რომ უყურო იტალიურ კინოს და იტალიურ კინოში ვნახო ფეხბურთი. რადგან არც ყოველ მეორე შეიძლება უფრო ხშირ შემთხვევაში იტალიურ კინოში ფეხბურთი აუცილებლად გვხვდება. და ეგ საოცარი ამბავი არის რა, ნუ ახლა პაზოლინის რო თავი დავანებოთ მაგალითად, რომელიც აღმერთებდა ფეხბურთს, ფეხბურთელობაზე ზუსტად ისე ოცნებობდა როგორც მე და შენ და ასევე ისიზმრებოდა როგორც მე და შენ. თუმცა საშინლად თამაშობდა ამოდროულად თავისივე აღიარებით. ჩვენთან მაგალითად მახსენდება ალექსანდრე კობერიძის ფილმი, რაც ხედავთ, როდესაც ვუყურებ. ძალიან კარგი ფილმი, რომელიც ქუთაისში არის გადაღებული და დიდწილად იმ ულამაზეს და ფანტასტიკურ ქალაქს ეძღვნება. და თვითონ კობერიძე არის მესის დიდი ფანი და იქ საფეხბურთო ელემენტები კი მრავლად. ეგ გამახსენდა. და სხვა მხრივ გამიჭირდება ხნო გასერდება ყარაბაღში არის ერთი მონახვითი რომ სოფლოტორი ადამიანი ფეხბურთს უყურებს და პლეისმენტი არის რეკლამისთვის გაკეთებული, იმიტომ რომ რაცა გადახვევის ინოვაციაზე საუბრობენ რომ საქართველოში გაჩნდა ტელევიზიის უკან დაბრუნების თუ გადახვევის ოფცია და მხოლოდ მაგით უყურებენ ფეხბურთს, თორე ისე არ მგონია რომ ინტეგრაცია რაღაც დონით ყოფილიყო და მე მგონია რომ დინამიკა გაიზრდება და გახდება რაღაც მხრივ ტენდენციაც, იმიტომ რომ თუნდაც კომერციულად რეჟისორები, კულტურის შემოქმედნი დაინახავენ რომ ფეხბურთი ასე მუშაობს, ფეხბურთი ამდენ მოთხოვნადი და გაყიდვადია და რა თქმა უნდა რაღაცნაირად შეესწებიან ამ ყოველფრის ინტეგრაციას საკუთარ საქმიანობაში. ეგრე მგონია, შეიძლება ძალიან მწარებს ვწდები. სხვათა შორის ბოლოს უყურებ, ბოლო სეზონი ქვია მგონი სეზონი კი ბატონო, რომელიც სუფთა საფეხბურთო სერიალია. ლასოს ტედ ლასოსკენ აბსოლუტურად და ცოტა რაღაც მსგავსებები დავინახე. და მგონი გაგრძელების პერსპექტივა აქვს. მე როგორც ვიცი იქნება და ასევე ვიცი რომ ფურორი გამოიწვია ჩვენ საზოგადოებაში, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს, ელოდება ახალი სეზონის გამოსვლას და ფეხბურთი წყურია ხალხს. თან სიმბოლურია ფოთში არის გადაღებული. ხო, უნებრივია. უნებრივია ფოთში უნდა იწყებოდეს ყველაფერი, იმიტომ რომ აკვანი გამოდის რომ მე ქალაქი. და კიდე ის მინდოდა მეკითხა რომ არ ფიქრობ რომ მაგალითად პირველ მერცხალმა დიდი ვაკუუმი დატოვა რაღაცა ის იმ ხელაზე აწიეს დონე და სტანდარტი რომ ყველა ცოტა სვიფთხილით უდგება კინოს ან სერიალს ფეხბურთზე საქართველოში. კი, გეთანხმები მაგაში, რადგან თამასა იყო ძალიან მაღალი დაწესებული ნანა მჭერლიძის მიერ და მე იქ დაუჯერებელი სამსახიობო გუნდის შესრულებით, იმიტომ რომ ხო სხვა რაღაცები იყო, მაგრამ მე ასევე გირჩევთ წაკითხოთ აკაკი ბაქრაძის სვეტი არის რადიო თავისუფლებაზე. საუბრობს ამ ფილმის მეტაფორაზე და უბრალოდ გავაგონდებით, რადგან ფეხბურთი თავარი გმირია, თუმცა გამოდის რომ თავარი გმირი მანდ არის საქართველო. და დიდებული შედარებებია, მე მგონია რომ ეგნა აზრევი არის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე კინორეცენზიერი, ის დაწერაც ვინმე სოდესმე შეეძლო და მგონია რომ ხო პირველი მერცხალიც არის ულაპარაკო პირველი ნომერი, მე არ ვიცი მის ჰეგემონობას ვინ დაამხობს სოდესმე, თუმცა ვისურვებდი, რადგან ეგ გულისხმობს რომ ჩვენ ვინატროთ პროგრესი. კი ვამაყობთ 91-ის წარმატებით დინამო თბილისისა, თუმცა გვჭირდება ახალი მწვერვალები და ახალი სიახლეები. ვამაყობთ პირველი მერცხლის იმ აბსოლუტური დონით, თუმცა გვინდა უფრო დიდი და უფრო წონადი
პროექტები კინოინდუსტრიაში. ამიტომ რაღაც მხრივ მაშინ როცა ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მიქაუტაძე მამარდა ჩაკვედა სხვაები ბევრი შთაგონებას გააგვიძებენ. მე მგონია რომ ეგეც წამოვა და წამოგვეწევა. და სხვათა შორის ეს ბიოგრაფიების დეფიციტი ხო არის ავტობიოგრაფიების. აი მაგალითად ნუ ეს არვალაძეების გამოკლებით გონი King Class-ზე ხო გამოვიდა ბიოგრაფია. უბრალოდ ეხა გამოვიდა წიგნი გიორგი King Class-ზე, რომელიც ავტორიც გიორგი Class-ზე არ არის. მე მგონი აღარ მახსოვს სახელი, ეხა ვიხსენებდი, იმიტომ რომ რამდენჯერ მქონდა მაგ წიგნზე საუბარი, თუმცა ავტორი არის. ბიოგრაფიების დეფიციტი გვაქვს. ნამდვილად და ეგეც რა მგონია იცი როდის შეიცვლება როცა ეს თაობა დაამთავრებს თამაშს. ჯერისენი გაიულია ნამდვილად. აი რა რითი ეხსნება რომ არ ვყვებით ამ ისტორიებს. მე მგონია რომ 90-იანების გავლენა არის ამაში, იმიტომ რომ ჩვენ ვისგანაც ვოილით პირად ისტორიებს, ერთადერთი ხალხი არის ის, ვინც გამოიარა 90-იანები და შესაბამისად მოსაყოლე ბევრი არაფერი არ არის. ამ კუთხით ვისგანაც იყო მოსაყოლე? შოთისგან მაგალითად რომ მომაც დაწერა. ეს ჭეშმარიტად მოსაყოლე იყო, იმიტომ რომ შოთის საფეხბურთო სივი გეოგრაფიულად ემთხვევა გენიალურ ადგილებს ამსტერდამს, გლაზგოს, ვალენსიას და ასე შემდეგ და შოთის გაუმართლა იმ კუთხით რომ მაგალითად პირადად ადამიანი იცნობდა იოჰან კრუიფს. და როცა კრუიფს იცნობ, რთულია ცდუნება არ ქონდეს რომ არ დაწერო ავტობიოგრაფია და მათ შორის კრუიფსი არ ააგო რაღაცა დრამატული თავი და მონაკვეთი და მე ეს გაგიდო. და პასუხიც ალბათ ამაში უნდა ვეპოვოთ. 90-იანების სხვა ფეხბურთელები არ იცნობენ იოჰან კრუიფს, ეს ხუმრობით ნახევრად, მაგრამ პირდაპირ და შესაბამისად მოსაყოლის ამდენ არაფერი იქნება. მაგრამ გიორგი კლოძის ისტორია იქნებოდა დიდად და განსაკუთრებულად საინტერესო, იმიტომ რომ ის ფეხბურთი სხვა სივრცეს არ ცდავებს პრინციპში. მე გულწრფელად ვიტყვი, რომ თემურ კეცბაიას ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფიგურა, საკამათოდ დიდიც რაღაცა აი ესეთი როგორ თქვა, დატვირთული თავის ისტორიებით მოედანზე მიიღო, იქნებოდა თემურ კეცბაია. კი, იმიტომ რომ თემურს ხო აქ ჩვენთვის ძალიან მტკივნეული ნაწილი თავის ცხოვრებაში აფხაზეთის სახით და ამ პერსპექტივით კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ ეგ არ არის საიდუმლო ამბავი, რადგან ფეხბურთი ჩემთვის არის პირდაპირ ვიტყვი მაგას ღარიბების სპორტი და იმით ეს არის სხვანაირი საშუალება თვითგადარჩენის, რომ შენ რიოს ჯუნგლებს და ფაველებს თავი დააღწიო, გამოხვიდე უკიდურესი გაჭირვებიდან 90-იანების საქართველოდან და იყო ფეხბურთელი, რომელიც ოჯახით შემშილობს, თუმცა აი ამ დიდი мотиваციის წყალობით გახდა მილიონერი და ფეხბურთს საბედნიეროდ აკეთთვისება. ფეხბურთი კარგი გადამრჩენი არის ხშირ შემთხვევაში. ფეხბურთი ჭაობიდან კარგი ამომთრევია და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ სიცოცხლეები გადაურჩენია. აი ამ მიმართულებას და ამ ძალას და გავლენას ცალკე შესწავლა სჭირდება. და იმედი მაქვს, რომ ეს მე მაგის საშუალება მომეცემა, იმიტომ რომ რაღაცაზე ახლა მე ვფიქრობ და მე მოგიყვებით რო გესტუმრებით, სხვა დროს რო გესტუმრებით, სიამოვნებით მოგიყვებით. სხვათა შორის ამ ბოდროს გავრცელდა ეგ სენტიმენტი, რომ ფეხბურთი კი ღარიბების სპორტი არის, რაღაც შეულებრივი ხალხის სპორტი არის, მაგრამ ფეხბურთში შემოვიდა ძალიან დიდი კაპიტალი, დიდი ტექნოლოგიები, დიდი ინოვაცია, მეცნიერების რაღაცა დონეზე ავიდა ფეხბურთი. ორი კონფლიქტი განჭდა, ხო? კი, მე ხო, რამაც გამოიწვია კომერცია. კი, ვიტყვი მაგის რა მოხდა ჩემი თვალთა ხედვით. რორი სმითი არის ეგეთი ფანტასტიკური ჟურნალისტი New York Times-ის, ვისაც კვარაზე აქვს შედევრი პუბლიკაცია დაწერილი. პირველი ტალღა რო იყო კვარადონას აღმოჩენის დაწერა, ნუ დაუჯერებელი რაღაცა, მართლა. და იქ კარგად ჩანს აი ამ ფეხბურთის ინდუსტრიალიზაციის პროცესში გაჩენილ პატერნების, შაბლონების ერთნაირი ფეხბურთელების ეპოქაში მოსული ინდივიდი, ტალღა, რომელიც თამაშობს ისე, როგორც არ თამაშობენ სხვები. და ეგ გამოიწვია, ხო, ფეხბურთი ახლა განვითარების იმ ფაზაშია, სადაც მეცნიერება ჭარბობს და მეცნიერება პრიორიტეტი, რადგან მის გარეშე მეცნიერებისა და არაბული ნავთობის გარეშე რთულია წარმატების მიღწევა. თუ რეალ მადრიდი არის ამერიკული კორპორაციების ევროპული გუნდების შემთხვევაში ამერიკელების გარეშე ისე როგორ იქნებოდა ყველაფერში რომ არ ჩაერიო უებსტერის უნივერსიტეტში და ხო ამიტომ გაჩნდა უფრო მოხელეები თამაშობენ ფეხბურთს და ფეხბურთელები კვარა დეზირე დუე რაიან შერკი და ბრამინი ამალები უკვე არის ეს რაცა ანთებული ჩირაღდანი ამ ყოლაფრის ფონზე და
მე მაინც მოდი გავყვავი მაგ ჩირაღნებს და დავიტოვებ რომანტიზმის მიზეზს ამ თამაში. ხო თან ეს რაღაც ერა არის რაღაც სრული განაკვეთი სამსახური გახდა. აბსოლუტურად გითხარ. და როგორც პოდს დაგეგმილი რა აი match days თუ ვარჯიშის Instagram პოსტი თუ ხო ეს სულიერება დაკარგა რა კუთხით დღესაც ვკითხულობდი არ მახსოვს რომ ადამიანები ფეხბურთელები დღეს დიდ კლუბებში განსაკუთრებით პატარები ჯენზი კომუნიკაციის გარეშე ანუ ვარჯიშზე ყველა არის რაღაცა თავჩაღუნული ტელეფონში რაღაც საკეთებს რაღაც საუკეთესო ფოტოს არჩევს იმისთვის ეგ მხოლოდ მესის ეპატიება როგორც პეპ გვარდიოლა იტყოდა იმიტომ რომ გვარდიოლას ყველა პასუხი თავის ფეხბურთელებთან კომუნიკაციაში რომელთაც ტუქსავდა და იჭხებოდა მაგით დავრდება ეს მხოლოდ მესის ეპატიება ესე წარმოვიდგინე თუნდაც ფოდენთან ეს რაღაც მოძღვრების მომენტი რა შენი საპირწონე არ მაგრამ შედარების საზომი არის მესი. კი. მესი. ყველგან საერთოდ. ანუ არ უშვებს შანს ხელიდან რომ არ ილაპარაკოს მესიზე. რა გაუკეთა ამ კაცმა ფეხბურთს? რა ჯანავა დამართა? პეპმა და მესი. ცალ-ცალკე და ერთად. პეპის გავლენა უკვე ბოლო პერიოდში ძალიან მაბრაზებს და ძალიან წინს, იმიტომ რომ პეპმა შექმნა ეგეთი რობოტები. და პეპმა წაიღო სულიერება, წაიღო ინდივიდის გადაწყვეტილება, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს, ხო, ის იმპროვიზაცია, ბურთის თრევის და მე ჯადოსნობის გაკეთების საშუალება გააქრო, რამაც ნო გამოიწვია სისტემატიზაცია, რაღაც მოვლენების და ჩვენ მივიღეთ ორი სუპერ თიმი. ხო, ნუ Man City და იქამდე ბარსელონა, რომელიც ალბათ არის ყოველდღიური საუკეთესო გუნდი, თუმცა არა პეპის გამო. არა მხოლოდ პეპის გამო, მოდი ეგრე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ სოციალური ფიგურები იყვნენ. მესიც შეგვიძლია ცოტა ხანი არ ვახსენოთ და მაგალითად ბუსკეტში ჩავინისტა თამაშობდა ფეხბურთს და დავიდვილია. ცოტა ხანი ხო დავიდვილია იყო ამავდროულად, თუმცა ხო პეპმა მგონია რომ ფეხბურთში სამწუხაროდ გააქრო შემოქმედებითობა და ეგ მე ძალიან წინს, იმიტომ რომ მირჩევნია უშეცდომო ფეხბურთს თავთარიანი, ბევრწუნიანი, თუმცა უფრო მეტი ფანტაზიითა და შემოქმედებით გაღვივებული თამაში, ვიდრე გეომეტრიულ მონაკვეთებად დაყოფილი მოედანი, სადაც ჭადრაკის ფიგურები თუნდა განლაგდნენ ფეხბურთელები და უთხრა, აი შენ აქედან თუ ორნაბის გადადგამ და თუ პასორ შეხებაში არ გააკეთებ. სხვა დროს ერთეჭი ვეღარ მოხდები. ეს დამართა პეპმა ფეხბურთს ჩემი აზრით, თუმცა ხო, ნუ გემოვნების ამბავია რა შეიძლება მოგწონდეს შეიძლება არ მოგწონდეს გააჩნია რა საიტრფი და მესემ ფეხბურთს ადამართა და დახურა დამორჩა ხო სხვათა შორის თუ Facebook-ზე არა ფოლოვერთ ტაპსონ არ ეგეთ პეიჯი მადლობა მან და ჩვეულებრივი აქ ამოვანათო ტექნიკური რესურსი გვაქვს რომ ამოვანათო ეგ არის აი სპორტულ ჟურნალისტიკაში ვახსენეთ კიდევ ეგ რაღაცა მინიატურების თუ პიესების ნაკლებობა თუ ყოველ რაღაც მაგეთ შეგრძნება გექნებათ აუცილებლად გადადეთ მაგვერდზე აი ბოლოს მესის პოსტი აუცილებლად სანახავი არის მადლობა ძალიან დიდი მართლა მთელი გულით რა იგრძენია იმ მესის ბოლო last dance არგენტინის ნაკრებში არ ვიცი ეგ აღარ მახსოვს რა ვიგრძენია იმიტომ თუ ის მომენტი იყო და მორჩა არა ნერვიულობა იყო ძალიან დიდი მაგ თამაშამდე ეგ მახსოვს მაგისა და ის დღე არის კოშმარული რა სანამ თამაში მოვიდოდა და პირველი ტაიმის მერეს რა ზარები და მილოცები იყო ამბობდი რომ არა მეთქი მოვითმინოთ მეგობრებო არ ღირს წინასე რაღაცების თქმა და ასე და მე რა გაიგო რომ მართლა არ ღირთ სამართლიანობის აღდგენის განცდა ვიგრძენი. აი ხა მაგას ვფიქრობ რა. სხვისი ბედნიერებაც ვიგრძენი და მე არ ვიყავ ერთ-ერთი მილიონობით ადამიანმა ალბათ ეგ პროცესი გაიარა, მაგრამ თავარი რაც ვიგრძენი. როცა სამართლიანობა აღდგა, იმიტომ რომ ამ ტიპს არ შეიძლება თავის იმ რაღაცა არანორმალურ კოლექციაში, რომელიც ითვლის 47 დიდ ტიტულს არ კონდეს მსოფლიო ჩემპიონატის თასი. და უბრალოდ ხო, ამით ბედნიერი ვიყავ მე კიდე ბევრი ხნის განმავლობაში, რომ სამართლიანობა ფეხბურთში აღდგა. და იცი რა არის შენი აზრით გულუპრილეს მე მაგეს მე ჩვენა ყველა მესის გულშემატკივრები ვართ. სანდრო საერთოდ კატალონიელია, ბარსელონიელია. მოვედი. მართლა? კი. ბარსაში ცხოვრობს თუ? კი. იქ გაიზარდა, იქ მთელი ცხოვრება ნუ შეგნებული იქ. და კატალონიურად ხომ არ ლაპარაკობს? მართლა? ჰიმნი მასწავლე მე ბარსაში კარგად დავამდი, იმიტომ რომ ძალიან რთული სამღერი არის რა. ხო, ნუ ჩემთვის ძალიან რთული სამღერია. ხო და
აი ეგ კლუბ შეგრძნება არ გაქვს აი დაშვების ზონაზე რომ შეიძლება დიდი დაბრუნება მოხდეს სოფლიო ჩემპიონატისთვის არგენტინის ნაკრებში. ბარსაში? ან ბარსაში ან თუნდაც არგენტინის ნაკრებში მსოფლიოზე. მესი ალბათ ითამაშებს მსოფლიოს თუ მაგას გულისხმობ, რომ მესი გონია რომ მაგას გააკეთებს ხა. მე თუ მკითხავ დღესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არის. ინტერ მაიამიდან ეს რა იქ პრობლემა არ არის, ამიტომ გონია რომ თუ რაღაცა ტრავმამ სხვა ფაქტორმა არ შეუშალა ხელი მესი ამერიკაში იქნება. თან ეგ ფაქტორი მაძლევს ამის თქმის საბაბს რომ ამერიკაშია მუნდიალი და მგონია რომ აი ამ რაღაცა ფეხბურთის სოკერის ფეხბურთიზაციის პროცესში მესის როლი განსხვავებულად წარმოუდგენია სხვებს და თან მესისაც ალბათ უნდა ამერიკაში თამაში და მან დუელი აუცილებლად და ბარსაში რეალისტურად რომ გითხრა, მგონია რომ იქნება ერთი თამაში. ერთი გამოსამშრობებელი თამაში, სადაც შეძლო ბარსას ლეგენდები, არგენტინის ლეგენდებს, ან ბარსა არგენტინას არ ვიცი რა ფორმით. ხო, აუცილებლად ახალ სრულად გარემონტებულ, ანუ 105,000-იან კამპნოუზე. და ნუ ეგ პრინციპში მაინც არის დამოკიდებული მოგებს თუ არა ჟოან ლაპორტა 2026-ის მარტში მარჩევნებს, იმიტომ რომ ლაპორტას და მესის არ აქვს კარგი ურთიერთობა ლაპორტას გამო. ამიტომ ერთ თამაშს ველოდებით, აუცილებლად ეგ ჭირდება ფეხბურთის დრამატურგიას. კი ბატონო, მოდი რომ გავიდეთ ამ ფეხბურთის მატრიციდან. წერაზე მინდა რომ რაღაცები ვკითხო. კი ბატონო. აი შენთვის შენ თავს იდენტიფიცირებას უკეთებ როგორც მწერალს, აი ავტორს და თუ ეგრე არის, დავუშვათ, აი რომ დავიწყოთ მაგიდან. აი რა განსხვავება აი კომენტირებას, აი დაწერილ ტექსტს შორის. შენთვის ეს პროცესი, თუნდაც მომზადების მხრივ, აი რო უბრუნდები მაგალითად. აი რა სხვაობას ხედავ, აი თუნდაც რა კონტრასტი არის სხვებთან როგორ მიდის, ან შენ როგორ გრძნობ სამის შინაარს. ჯერ ვერ გავყენიერდები, ეგრე ვერ ვიტყვი რომ ჩემთან საღვიქომ როგორც მწერალს, ოდესმე შეიძლება, არ ვიცი, თუ ოდესმე აი ასე წიგნი ფიზიკურად ხელში დავიჭერეთ, რომელსაც წერებას ნიკოლოზ დაბატაძე და აუცილებლად ველოდებით. ხო, არა, ეგ თუ მოხდა, მაშინ შემიძლია ვთქვა რომ ხო, ნუ ჯანდაბას რაღაცა ვცადე, დავჭყაპნე, გამოვიდე და თუნდაც ქონდეს ეგ სტატუსი. ჯერ ვერ. რაც შეეხება სხვაობას, ძალიან კარგი ხიდი არის მაგ ყველაფერში ის შესავლები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი მაკავშირებელია ვერბალურ და მერე უკვე ყველაფრის წერით გამოსახვას შორის. მსგავსებები არის ძალიან მცირე, თუმცა არის მუდმივად თავში მოხტუნაო ეს 7-6 საკვანძო სიტყვა. კომენტატორების შემთხვევაში შენ ამ ყველაფრის იმპროვიზაციულ შეკავშირებას ახდენ და ცდილობ რომ მაქსიმალურად ჰარმონიულად, მაქსიმალურად შინაარსობრივად მიიტანო ეს ყველაფერი აუდიტორიამდე. არ ვიცი ესთან როგორ გამდის და რა პროდუქტი იდება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მე მაგალითად შემწავალ თამაშებს საერთოდ არ უსმენ, არც მომისმენია ცხოვრებაში და ვეჭობურ არც მოусმენ და ძირითადად არის ხო იმ 5-7 საკვანძო სიტყვის გარშემო. განსაკუთრებულ ამაღელვებელ ეპიზოდებს გულისხმობ, თორე ისე სხვაგვარად ბუნებრივია ვერაცდები რაღაცა უნივერსალიებს და შაბლონებს, რაც სტანდარტულად გამოსაყენებელია ნებისმიერ რეპორტაჟში. და წერაში უკვე არის უსაზღვრო, აბსოლუტურად უსაზღვრო რაცა წყობა და არა სიტყვები, არამედ ცალკე ბგერები და ასოები დაფრინავენ და ხდიან თავში და გრავიტაციის გარეშე. კი, გრავიტაციის გარეშე ზუსტად და როგორც გინდა დაალაგე. არა დროითი შეზღუდვა, არა ემოციური რაღაცა მომენტუმის გამოტოვება, იმიტომ რომ იქ თუ აცდი ამას კომენტირებისას ლაივში, მორჩა გაქრა ის წამი იყო, შენი სიტყვა იქ ფასობდა და თუ ჩაავლე და გამოგივიდა დიდებული. გამოგევიდა, ნუ არა უშავს ტრაგედია არ არის, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთულად დასახელოვნებელი საქმე არის. და აქ უკვე არის უფრო მშვიდი, უფრო წყნარი, თუმცა გაცილებით უფრო ვრცელი ოკეანე, პატარა ზღვისგან განსხვავებით, რაც არის მაგალითად საკომენტატორო ჯიხურში. აი ზუსტად აი მაგაზე დავაზუსტებთ კიდე რაღაც შენ რომელ ბანაკში ხარ ადამიანურს წერენ. რაღაც სტიქიური აფეთქება, რაღაც სპონტანური დავწერ თუ აი მაგალითად რაღაც თემა აი წერლებს ხო აქვს რაღაც თავისი რუტინა და დისციპლინა რომ აი ამას წერ აი შენ რომელ ხარში ხარ უფრო როგორ შენ თქვი რაღაცა თავისუფალი რაღაცა განავარდების რეჟიმი გირჩევნია თუ განსაზღვრულად რაღაცა სტრუქტურულად გასვაპირებთ რომ მაგაში ალბათ ვერ ვხედავ ჩემთვის რომ განსაზღვრულად და სტრუქტურულად არც გეგმა მაქვს არც სამუშაო გრაფიკი არც და უშუალოდ ის რაღაცა ვალდებულება რომ მე ახლა აუცილებლად უნდა დავწერო. ნუ გამოვა, დავა, გინდა მუშაობს გრძნობრო ახლა ამისგან რაღაც კარგი შეიძლება გამოვიდეს.
თუ ასეა, მაშინ დავწეროთ. თუ არ არის ეს ყველაფერი, ხო, ჯანდაბეს რა, არა უშავს დაველოდებით, გიგავა ეს რაღაცა გაცდება კი და სხვა დროს მოვა ისეთი შემთხვევა, როცა შენ კალამს ხელში აგაღებინებს. ამიტომ არავითარ გეგმა, არავითარ რაც მონახაზი მხოლოდ აი აქედან და აქედან წამოსული სურვილები, რაც გათქმევინებს, რომ ახლა კი ეს ცდადღირს. ისა იქ ცდუნები ხო ეგ ძალიან დიდი შესაძლებლობა არის რაღაც დიდ თემაზე დაწერო რაღაც მოხდა და გინდა რაღაც თქვა არ ქონია ეგ ცდუნება რომ იცი ამას დავიტოვებ და შევიგრძნო ბოლომდე იმის მაგივრად რომ კიდევ რაღაც ახალი ენერგია და ახალი სამყარო გავაჩინო და აი ამ სამყაროში ვეთამაშო ამ ემოციებს რომელიც წერით იქმნება ხო კი მქონია და რაღაცები ეგეთი დამიტოვებია კიდეც რა ჩემთვის და ძალიან საინტერესო შეგრძნება არის მაგრამ თავი мотиваცია რაც მუშაობს მაგას არის იმ ყველაფრის გაზიარების, იმიტომ რომ თან გონებაში იცი რომ ხალხის ნაწილი, ადამიანების ნაწილი ამ ყველაფერს ელოდება და მაგ ხალხისთვის ქმნი ერთგვარ ფორუმს, სადაც გულიდან და სხეულიდან ამ დამწყობ ემოციას გამოუშვებ, იმიტომ რომ იმან რაღაც საათების განმავლობაში ეს გაიარა და ამ ყველაფერს გათავისუფლება ჭირდება რა. არ არის კარგი დატოვება და პირიქით ხო, როცა გამზიარებლობითია ეს ყველაფერი, უფრო მუშაობს, უფრო საინტერესოა და უფრო ეფექტურია. ამიტომ ულტიმერჩენია ხოლმე რომ ადამიანების ემოციები ჯერ ჩემი გავცე და მე იმათი მივიღო და მე რაღაცა ერთნაირად ყველანი დავწყდეთ და ვთქვა ვაუ რა მაგარი იყო ეს რა განვიცადეთ. აი ჩვენსო დავიწყეთ თუნდაც ეს პოდკასტის გაკეთება რაღაც ამ კონცეფციაზე და ფორმატის ფიქრი ზუსტად ეგ იყო რომ აი რა მაგარ შეგრძნება როცა რაღაცებს ვაზიარებთ. საუკეთესო. ხო, აი ყველაზე ადამიანურ შეგრძნება რაღაცა წიაღში ჩადის და განსაკუთრებულად გზნობ თავს და რადგანაც გაზიარებამდე მივედით, როგორც გითხარი, ჩვენი საყვარელი ნაწილი არის რაღაცებს დატოვება სამახსოვროდ. სიამოვნებით დავტოვებ. შეგიძლია იყოს ფრაზა, შეგიძლია იყოს კითხვა. მე მაქვს გონებაში, ჩვენ ახლა არ მოვიტყუები, სანამ დავიწყებით, უბრალოდ მითხეს, რომ 1 საათის წინ თუ არ ვიცი 50 წუთს, რომ რაღაცა ფრაზა დაგვიტოვე და მე გავაერთიანებ ცოტა ფილოსოფიას და ფეხბურთს. და მოვიპარავ თან ჩვენ საუბარსაც გავაერთებ. ჩვენ ხო ვილაპარაკეთ ავტობიოგრაფიების ქართულ დეფიციტზე რო არ გვაქვს. სამად ანდრია პირლოს აქვს. კი ბატონო. ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, რომელსაც ქვია ფანტასტიკური სახელი, იმიტომ რომ პირლოს ეს ძალიან უხდება. და რენე დეკარტეა. ვაზროვნებ მას შესაძამე ვთამაშობ პირლოს შემთხვევაში, როგორც მოაზროვნე ფეხბურთელი, მე მგონია რომ კრუიფის ავტობიოგრაფიასთან ერთად, რომელსაც ქვია ჩემი შემოbrunება და ეგ არის კრუიფის ანუ საფირმო ფინზე აგებული სახელწოდება და მე ეგ ადამიანის პერსონალური შემოbrunებას განხილულია. კი ბატონო. ეს არის საუკეთესო სახელი სპორტული წიგნისა და მე ამას დაგიტოვებ. იმიტომ რომ მე ვამბობდი რომ პირლოს ბიოგრაფია იყო ჩემი ფავორიტი, სანამ გამოვიდოდა კრუიფის ბიოგრაფია. მართლა? მაგრამ აი კრუიფის ბიოგრაფია უფრო მრავალფეროვანი იყო, დაგვანახეს შემოbrunება და მეტამორფოზა როგორც ადამიანის. პირველ რიგში ფეხბურთელი, როგორც ბიზნესმენის, არ ვიცი, ბევრი მიმართულებით, როგორც ფილოსოფოსის, ტაქტიკოსის. და ეგ sticky note-ი აუცილებლად კედელზე იქნება. მე ჯერ მივაწერ მე აქ ანდრია პირლოს. აი ასე. და ბოლოს ფოტოს გადავიღებთ, ფოტოს აქ იქნება და მიიკვრება ეგ და აი მივაწერ ტაფშონას თუ შეიძლება რომ თუ გინდა თარიღიც მიეწერე. კი. თარიღია დღეს? დღეს არის 11 სექტემბერი. 11. დღეს 11 სექტემბერია. 09 ხო გამოდის ეს. კი ბატონო. და თან არის როგორც თქვით ეს შევასამახსოვროთ კადრში. კი, იმიტომ რომ ძალიან ტოპ სახელი არის რა, ვაზროვნებ მასშტაბს და ვთამაშობ. ეგ რო დაეწერა ტომას გრავესენს აღარ იქნებოდა ეგეთი საინტერესო მნიშვნელოვანი, მაგრამ პირლოს გარო იგებ რომ ვაიმე, ყველაფერი გადავიხატე ხელზე აუშავს. ვაზროვნებ მასშტაბს და ვთამაშობ, იმიტომ რომ ვაზროვნებ ფეხბურთელი იყო აშკარად და პირლოს ეგ ძალიან უხდებოდა. და თან კიდევ ვახსენეთ კიდევაც აი ეს დაგვიტოვებდი აი როგორც წიგნი შეგიძლიათ და ფილმი, სერიალი რაც დოკუმენტური თუნდაც თამაში საყურებლად. მოდი მე დაგიტოვებთ გავერთიანებ ჩემს სიყვარულ იტალიას, ფეხბურთს არ ეხება ოღონდ ეს ბევრ სხვა რამეში მივარ, კინემატოგრაფიას და ფეხბურთს. და არც რეკომენდაციის სახით ყველას ვეთყოდი რომ ნახოს პაულო სორენტინოს საკმაოდ ახალი ფილმი, რაღაცა მაგის მერეც გადაიღო. ორი ფილმი გადაიღო მაგის მერე, მაგრამ მაინც ღმერთის ხელი. და სპოილერების გარეშე გეტყვით უბრალოდ რომ მეგარი სორენტინოს ავტობიოგრაფია, სადაც ინტეგრირებულია ძალიან დიდი დოზის ფეხბურთი და სადაც კარგად ნახავთ თუ რა ძალა აქვს იმ ჯადოსნურ თამაშს, რომელიც მადლობა ინგლისელებს მოიგონეს
და რომელმაც პაულო სორენტინო ამ წამამდე მოიყვანა. უესთეტიკურესი, ულამაზესი და ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ფილმია, რომელსაც დავტოვებ. ეს ნამოვანოთ თქო შეიძლება ამის ამონათებას ან და description-ში გავუშვათ ან ლინკა და ან რაღაცა დასახელებად. მე არ წავალ შორს. სამახსოვრო ტატუში. ტატუ მაქვს, ტატუებული არა უშ. თვითკრიაცი. მე შორს არ წავალ და დავტოვებ თქვენ შემოქმედებას. ვახ. იმედია რომ ბევრი ადამიანი გაიგებს, იმედია რომ გაუზიაროთ ბევრი ადამიანებს. ესე იგი, ინდიგოზე სამი სტატია არის. პირველი არის ხიმილი მოწყენილობის დროს. თუ გინდათ დროში მოგზაურობთ და დაუბრუნდეთ ევროპის ჩემპიონატს. ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრებს აუცილებლად წასაკითხი. როდინის კატალონიელი მოაზროვნე. ჩვენი ლაპარაკით უკვე მანიეკზე. და მესამე არის Don't Cry for Me Argentina. მადონას არ გეკონოთ. მადონა არა და მარადონა არის. ისევ არგენტინული თემისი, ეს სამყარო. და ჩემი აზრით იცი რა არის სტურო ფეხბურთი არ მოგწონდეს ან არ გაინტერესებს სპორტი. არის ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გზა გაიგო რა ჯანდაბა ეს ფეხბურთი. აი რაღაცა დაიცალო ამ სტერეოტიპებისგან, რაღაცა ბანალური წარმოდგენებისგან და გაიზიაროთ ანამოაზრე გახდე სპორტული სამყაროს, რომელიც არის რაღაცა სრული ადამიანური დრამის რაღაცა პიკი. ძალიან დიდი მადლობა და მაგისთვის, მაგ რეკომენდაციების და ტოვებისთვის. მადლობა აქ მოწვევისთვის, ძალიან ვისიამოვნე. გულშემატკივრობთ აუცილებლად ყველაფერში. თუ რამე შემეძლება თქვენთან ვარ და რაღაც პერიოდის მერე კიდე მოვალ. მე გული მიქნობს, რომ რაღაც სიახლეები უნდა იყოს წერის მიმართულებით. ცდები თუ არა? ჩვენთან, ჩემთან? აი, არ ვიცი, ნახოთ და ეგ კი თუმცა ბევრი წელი დაჭირდება ალბათ 4-5 ვფიქრობ, მაგრამ რაღაცები იქნება გვირდებით. მანამდე მოვალ, კაც, მანამდე აუცილებლად როცა რამე კარგი სასაუბრო თემა ჩაგვივარდება ხელში. ხო, მგონი სულ ეს იყო, ხო? მადლობა. მინდა რომ მადლობა გადაგიხადო კიდევ ერთხელ. ძალიან გავგიხარდა რომ მოხვედი, ჩვენთან იყავი და იმედია რომ საინტერესო და დასამახსოვრებელი საუბარი გამოგვივიდა, ხო? გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გავერთე, იმიტომ რომ ძალიან ვისიამოვნე აი ამ მოგზაურობით ბევრ დისკურსში, ზედმეტად ფეხბურთში, ცოტა წერაზე, ცოტა იმაზე და ფრიად კმაყოფილი დაგტოვებთ აქედან და იმედია მალე დაგიბრუნდებით. ისე სხვადასხვის უფრო ფეხბურთმა წაგვიღო. დარწმუნებული ვიყავ რომ ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ მეც თუნება მქონდა ჩემთან. არ არის პრობლემა. ხო, ამაზე მოვიდეთ ცალკე. ხო, ცალკე მოვიდეთ. ეგ აუცილებლად. ხო, ეგ YouTube-ის ჩვენი YouTube-ზე ვილაპარაკეთ, ეგ signature move არის YouTube-ში, რომ ბოლოს უნდა თქვა ეს, რომ გამოიწერეთ და ლაიქეთ შერეს ვიდეო, მე გამოიწერეთ არხი და გააქციონეთ ზარის ღილაკი ამის თქმა უნდა. და რა თქმა უნდა გადაუზიარეთ ადამიანებს, ვისაც ფიქრობთ და დაინტერესებთ და მოეწონებათ ჩვენი პოდკასტი. კი ბატონო. სულ ეს იყო. ნახვამდის. შემდეგ ეპიზოდამდე